Amnesty International-ის წერილში, რომელიც საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კოკა კაციტაძეს გაეგზავნა, ნათქვამია, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პოლიციელებმა, რომლებმაც 11 და 13 იანვრის ღამეს იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ბათუმში. ამავდროულად ორგანიზაციის წერილში საუბარი არის ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე და ნათქვამია, რომ მან და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილი, პასუხი უნდა აგონ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის შესახებ სპეციალურ კამპანიას იწყებს და მოუწოდებს ყველა სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას სახელმძღვანელონ მათი მიმართვის დოკუმენტით და მსგავსი წერილები გაუგზავნონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და Amnesty International-ის წერილში ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე და ამ წერილში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ მოპყრობა ეჭვის საფუძველია, რომ მას პოლიტიკურად დევნიან და ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, საბოლოო ჯამში აზრის ჩახშობის ზომების და გენდერული ნიშნით ანგარისწორების სამიზნე ხდებიან და ამავე წერილში ნათქვამი არის, რომ პოლიციელებსა და კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აშკარა მცდელობაა, რომ ის დაამცირონ და დააშინონ როგორც ქალი. მე წაგიკითხავთ ნაწყვეტს ამ განცხადებიდან, ეს არ არის გამონაკლისის შემთხვევა. საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან, წერს ორგანიზაცია და ამავდროულად დამატებითი ინფორმაციის სახით ურთავს ამ ინფორმაციას იმ წერილს, რომელიც გაეგზავნა კოკა კაციტაძეს და Amnesty International-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არც პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახური 2024 წლის 12 დეკემბრიდან საქმის კურსში იყო ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის, სახეში შეფურთხების, საპირფარეშოთი და წყლის დალევის უფლების შეზღუდვის შესახებ და ამავე წლის 15 დეკემბერს თავად მზია ამაღლობელმა დეტალური და წერილობითი ინფორმაცია მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ ბრალდებების ფონზე აღძრა საქმე, თუმცა ამის მიუხედავად არ გამოუვლენია არც ერთი ეჭვმიტანილი და დაზარალებულად არ უცნია არც ერთი მომჩივანი და ორგანიზაცია მოუწოდებს კოკა კაციტაძეს, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ დაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული.